ამბობენ რომ ადამიანის ხელის მტევანი მისი სახის ზომისაა. მოდი გავტესტოთ. გონი მართალია, ხო? გონი კი. კი, აშკარად მართალია. ეს ხო ერთი მითი 30-ისგან, რომელსაც დღეს ჩვენ გავტესტავთ. გადავიდეთ შემდეგზე. პირველი მითის მიხედვით ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ჭიქებისგან ტელეფონი. რანაირად? თოკით. კარგი, დავამზადეთ ტელეფონი და მოდი ახლა გავტესტოთ. ჯერ აქვე და მერე იქით, აბა მიდე ყურზე. ნიკას დარავა. ვერა? ვაფშე არის ვის? აი, აბა დავაგრძელოთ მანძილი და გაჭიმული უნდა იყოს ალბათ. გამოიწერეთ არხი. ის ვისე? მართლა? მე თითიყურში გაიგეთე. გამოიწერეთ არხი. დაჭიმულზე ისმის. ო, მიდიმა კიდე. გამოიწერეთ არხი. მუშაობს. მუშაობს, მეგონიო. სიმართლეა ეს მითი არ ყოფილა, უბრალოდ სიმართლე თუ ხო, მოკლედ მუშაობს. გადავიდეთ შემდეგზე. შემდეგი მითის მიხედვით ამ ფურსლის გადაკეცვა 8-ჯერ შეუძლებელია. შანსი არა, უეჭველი გადავკეცო. აი, რამე სტრატეგია აქვს თუ უბრალოდ უნდა გადავკეცო? ეს 1. რატო ვერ უნდა გადავკეცო აგერს? 2. ეს 3. და უკვე ასე გამოიყურება, ძალიან დაპატარავდა. ოი, მე 5-ზე ვარ ჯერ. ეს 6. გოდი 7-ჯერაც ვერ გადავკეცო. ხო, არა, ძალიან რთულია. 6 არის ეს, მე 7-ჯერ 7. ხო, აი ესე გამოვიდა ჩვენი 7-ჯერ გადაკეცილი ფურცელი. შემდეგი მითის თანახმად, ნაყინის ჭამისას თუ ტვინი გაგეყინა, უბრალოდ ცერათიც უნდა უკმინო და ეს შენ ტვინის გაყინვა მოგშორდება. უბრალოდ ეს ძალიან გაყინული ახლა ვერ შევჭამ, მაგრამ დავлоვ ცოტა ხანი. ჯერჯერობით არ გამეყინა. დიდ ლუკმას ჩავიდებ და. არ მუშაობს. აი, ხერხნა. მაგრამ ალბათ იფიჭო ხელა რომ ბუნებრივად გამიარა, ხო? ეს მითი ყოფილა. შემდეგი მითის მიხედვით თუ ჰალაპენიოს კურკებს გამოვაცლი, წარი აღარ იქნება. ვაუ. ჩემ ეს მითია. მოიცა, თვალია მეწვა. მეგონი ჰალაპენიო მოხვიდა. კარგი, მოდი დავიწყოთ გაჭრა და ვნახოთ რამდენად სიმართლეს შეესაბამება და ვა, რამდენი კურკებია, ხო არ გადაო. თუ ყველაფერს ავაცლით, ახლა არ იქნება წელი. ო, და ძალიან ცხარისუნია. არ მინდა. არა, კაი. არ გინდა? არა. მიდი რა. პატარა მოვაიყვე, მაინც ყოველ შემთხვევაში. იო! აქვე შემდეგი მითი რძე ანეიტრალებს სიხარეს. მოდი ვნახოთ. აი, ეგეთი მწარე არა, მაგრამ არ მუშაობს არც ეს მითია. დალი. მეგონიო, არ დაიჯეროთ თუ ვინმე გეტყვით რომ რძე დააყოლეთ, წარესო აუცილებლად გიშველთო. გადავიდეთ შემდეგი მითზე. შემდეგი მითის მიხედვით თუ ასანს მანიკურს წავუსმენთ, წყალგამძლე გახდება. მოდი ვცადოთ. გავტესტოთ. ხო, ეს მანიკური ჩვენი არ არის. მაგრამ ხა ის უნდა გაშრეს, ხო? მანამდე გეტყვით რომ მე და ნიკამ გავაკეთეთ გეიმინგ არხი, სადაც დაიდება ხოლმე Minecraft-ის, Roblox-ის და სხვა თამაშების ვიდეოები. პირველი ვიდეო უკვე გადაღებული გვაქვს. გადადით აღწერაში იქნება ლინკი, გამოიწერეთ და დაგვიწერეთ კომენტარებში რა ვიდეოები გადავიღოთ გეიმინგ არხზე. მეგობრებო, ტყუილა ველოდეთ ნიუთი მოგვიტანეს, რომელთაც შეგიძლიათ თურმე რომ გააშრო. კარგი, მოდი მოვათავსოთ ჩვენი ასანთი. ჩავალბოთ 3 2 1. ან ჩვენი მანიკური არ ვარ გამ? ან არ მუშაობს, ხო, აშკარად? ნუ მაინც სარბე თუ ვიდიხართ მანიკურიანი ასათი სიმეძე არ გარჩეთ რაღაც წაიყოლეთ სხვა. ხო, ჩვენ ერთევა იქნება. ჩვენ აი აქ გვაქვს ფერად-ფერადი ეგრეთ წოდებული ხლოპიები, სიმინდის ბულბულში და თუ რავი, რაც ქვია მოკლედ. და ამბობენ რომ აი ესეთ ფერად ხლოპიებს ყველას სხვადასხვა გემო აქვს. აი ესე გვაქვს წითელი, ყავისფერი, მწვანე და ყვითელი. და მოდი დავიწყოთ მწვანეთი, ნახოთ ეს გემო ექნება. ლაიმის გემოს ვამსგავსებ მე. კაი, აბა ყავისფერი ნახოთ. აბა წითელს ნახოთ. მეგონი იგივეა. არა, წითელს ლაიმის გემო არა აქვს. კი, აშკარად იგივეა. რავი, მე ამას სხვა ჟუის გემრიელია ძალიან. კაი, ეს მითი როგორც ჩანს მითია. ამბობენ რომ თამაშების თამაში ძალადობრივს ხდის. ხო და რავი, ნახოთ. ნიკა შეგიძლია მათამაში. მოდი, ხა. სალამ ნიკა თამაშთან დაკავებული, მოდი გავტესტოთ შემდეგი, რის მიხედვითაც one-steps თუ დავაგდებთ, აუცილებლად სწორად დადგება. ნახოთ. ძალიან სწორად გას. მე მგონი მუშაობს, არა? არა. მარწყს თუ მარილს დააყენ, მატლებია მოვლენ მარწყიდან. დიდი მედი აქვს ეს მითია. იმედია. კარგი, მოდი ვნახოთ. ძალიან კაი სუნია. კაი, აი, ყველაზე მარწყული ავიღე და ახლა ნიკა მოაყრის მარილს. ამდენიც არ იყო საჭირო. 19 მით უკეთეს. კარგი, აბა ვნახოთ ახლა დავდლოთ თუ ამოვლენ. ვარ გავსინჯოთ ერთი წალი. და ესე ჯერ ვნახოთ თუ ამოვლენ და. ეგ ეს მართალია. ხო, აშკარად მატლები არ ამოდიან. ხო. კაი, როგორ შეს მითია? მარილი არ მარწყს ხარ გასინჯავთ? არა. რო გემრიელია. რისი გემოა? მარწყვის. ამბობენ, რომ თუ წყალში ჩაყრი მარილს, უფრო მალე ადუღდება. მართალია, სხვადასხვა ზომის ქვაბები გვაქვს, მაგრამ
ერთი რაოდენობის წყალშავა სხავთ რა ყველაფერი კარგად იქნება. ახლა აქ ჩავყრი მარილს. და ქვაბს უან დავაფარო რო ადუღდეს და ერთდროულად უნდა ჩავთო. 3 2 1. ეგ არის. სულ ერთდროულად ჩავთე და ახლა დავახურო თავსახურები და დაველოებ. მოდი ნახოთ რამდენად ადუღდა რო ლამით ვერ ვირებ. აუ დავიტანჯე. მარილიანი ბუშტუკებს იკეთებს. ბუშტუკებს იკეთებს. და ეს არაჯერ. ხო, აი ნახეთ, ეს უფრო მეტად აკეთებს ბუშტუკებს ვიდრე ეს. ასე რომ შეიძლება ითქვას რომ ხო? კარგი, როგორც ჩანს, მე მგონი ეს მართალია, იმიტომ რომ ეს აშკარად უფრო დუხს. აი ნახე ბუშტუკებს იკეთებს და ეს არა. ასე რომ დიდი ალბათობით მართალია. ოდესმე თუ გიწვალიათ სპრაიტის ქილის გახსნაზე. თურმე ამ მითის მიხედვით შეგიძლია 1 ქილით მეორე ქილა გახსნა. შანსი არა, ვერიზა. გადაო? ასე მარტივად? აშკარად მუშაობს. შენ თუ იცოდი რომ შენ არ შეგიძლია სპრაიტის დალევა და დაბოყინების გარეშე. იცოდი? ალბათ კი. მოდი გავატესტოთ. გაგვიბარჯოს. აქ გამოიწერეთ მეგობრებო და ვიდეო დაალაიქეთ. ეხლა ჩვენ სასიკვდილო ნომერს ჩავდივართ. აუ რა გაზიანია. მოდის. არა დავაბოყინო. გასკდები ხა. აუ დავიხჩოვი. არა, შენს. ორ შეუძლებელია. ამოიწიგე ძმა. მე გადავიყლავ. გაწიდლდა. ეს მითი ისი მართლა ყოფილა მართლა შეუძლებელია. 1 კილო სპრაიტის დალევა დამოკიდების გარეშე და წერაც გავაკეთებ ზემოდში. აქ თავარმა კამერამ რატომღაც არ ჩაიწერა ვიდეო, მაგრამ ეს მითი იყო ულიმიტო შოკოლადის ხრიკი. და ეხლა ეს უნდა გავჭროთ აი აქ. აი ასე. მიუხედავად იმისა, რომ შოკოლადი დაგვეშალა, მაინც გამოვიდა. ასე რომ ეს მითი არ ყოფილა. და ერთი ნაწილი დაგვრჩა. ამბობენ რომ სტაფილოს თუ შეჭამ, თვალები გაგიუნჯობესდება და სიმლაშიც დაინახავ. გავდესოთ? აბა, ხედავ. აია. ვაუ, ყველაფერი ხედავ. მაგარია. ვაიმე. თუ რამე დაგივარდება და 5 წამში აიღებ, არაფერი არ მოგია. დაგვემტკიცე. როგორც ხევთ ეს ყველაფერი ყუილია. შემდეგი მითის მიხედვით ბატონო ნიკა, ჩვენ არ შეგვიძლია მუშტი პირში ჩავიდვათ. და ეხლა გავარკვევთ ის ადამიანი ნიჭერშიო გამოვიდა და მუშტი პირში ჩაიდვა, მართლა ნიჭერი იყო თუ არა. მე ვერ მართლა ვერ ჩავიტევა, ხო? მე აღარ ვცდი მოდი. ხო დაგიხმარო. აუ, ხმა გამიშიშდა. აი როგორც ჩანს მუშტი პირში ვერ ჩაიდებთ. მუშაობს ეს. თქვენ სადეთ და თუ შეგიძლიათ აუ ხმები მეტია, თუ შეგიძლიათ დაწერთ კომენტარებში. მე თუ თვალებს დავხუჭავ, არ შემიძლია რომ გამართული წინადადება დავწერო. მე შემიძლია. ცადოთ? მე გამოცდილი მაქვს თუ შემიძლია. თქვენ მამდე არხი გამოიწერეთ და ვიდეო დაალაიქეთ. ხო, ნუ, ასე რამაზად თქვენი თვალები გახებული არ წე. საკმაოდ გამართული წინადადება. აბა ეს შემიძლია რა ხოთრას ვიზა. აუ, დავიკარგე. ვა! ძალიან მაგარია. დაალაიქეთ ვიდეო. შენი ვერ დავწერე. მე თვალგახელით ასე ვწერ, ასე რომ დიდი ალბათობით შენი ვერ მუშაობს ეს მითი. მოკლედ მითი არ არის. კი არა, მითია. დავწერეთ. მითია, მოკლედ მითია. გადავედით შემდეგზე. შემდეგი მითის მიხედვით მონეტის აგდებისას იმის შანსი რომ დავარდეს ერთი მხარე ან მეორე არის 50-50-ზე. ანუ 6 ჯერ თუ ააგდებ, წესდერგით 3 ჯერ ერთი მხარე უნდა დადდეს, 3 ჯერ მეორე მხარე. მოდი გავტესოთ. კარგი, მოდი აბა დავატრევოთ. და კარგი, ზურგი დაჯდა პირველი, მეორეც ზურგი დაჯდა, მესამე დაჯდა ზედა მხარე პირი, ისევ ზურგი დაჯდა, ანუ ეხლა წესით ორჯერ კიდევ პირი უნდა დაჯდეს. პირი დაჯდა და შემდეგი ისევ პირი დაჯდა. მართალია. როგორც ჩანს, მართლაც 50-50-ზეა მონეტის აგდებისას შანსი. მაგარია. შემდეგი მითის მიხედვით, შენ არ შეგიძლია რომ საკუთარ თავს მოუღუტუნო. აბა ნახოთ, ზოგადად ერთ-ერთი ყველაზე სენსიტიური ადგილი არის აი ხელი. რო რამე, აი აქ წესით უნდა მოგეღუტუნოს, მაგრამ არა. მე მეღუტუნე ესა. მე კი. მეც. მართლა მეღუტუნება. მეც თენერო იმეშლება უკვე. აქ არა. ნუ აქ ზოგადად ძალიან სენსიტიურია ამეებში, უბრალოდ სხვა რო გიკეთებს ეს შენ არ არის. აბა ეს არ ვიცი საიდან მოიგონეს, მაგრამ მითი ყოფილა რომ თურმე კვერცხს, ანუ ცილას და გულს ვერ გააცალკევებ სპეციალური მოწყობილობის გარეშე ესე ვთქვა. სისვენია. მაგრამ მოდი გავტესტოთ მაინც. მე არასდროს გამიკეთები ასე რომ ანუ წესით უბრალოდ ამას გადეხავ, გადმოვასხავ ცილას. ორ სადეზრობა. ფუ
ხო, მე ისევ გადმოვასხავ და აუ გავხეთქე და დებილი ხარ. შეგიძლიათ გააცალკევოთ კვერთხი ცილა და გული ერთმანეთისგან. ამ მითის თანახმად ადამიანს არ შეუძლია სხვადასხვა წყლის გემოების გარჩევა. ხო, აქ გვაქვს ონკანის წყალი, რომელიც ახლა ხსავსე, ბაკურიანი და რაღაც ჯეო ნატურა, რომელიც არ ვიცი სად ვიყო, მაგრამ ნუ არის. სად ვიყურები? აი, მართლა ვერაფერს ხედავს. პირველი იქნება ეს. აბა ნიკა, მომეცხედი. ეს ონკანის არის აშკარად. ვა, ჯეო რა ნატურა. წყალია? ჯეო ნატურა? აგი, აფიქსირე პასუხს. კი. ნუ ალბათ ბაკურიანი. პირველი ნამდვილად ონკანის წყალი იყო, მართალი ხარ, მაგრამ მეორე იყო ბაკურიანი და მესამე ჯეო ნატურა. აი ამ ორს ზუსტად ერთნაირი გემოა. მართლა? შენ თუ იცოდი ნიკა, რომ წყალი სველია. შანსი არა. აბა თითი გამოწია ასე. ახლა ჩვენ გავტესავთ ამ ყველაფერს. დასველა ხო? ალბათ. ვა, კი, აშკარად სველია, ხო? კი. ვა, სველია, ხო არ გადავა. შემდეგი მითის თანახმად დამთქმევება გადამდებია. ვაუ. ეს მითი არ არის, იმიტომ რომ მართლაც გადამდებია. ახლა მე შევეცდები რომ დავამთქნარო და ალბათ თუ გადაგედება. რატო ვერ ვამთქნარებ? ვერ ვამთქნარებ. რა? არა. დაწერთ კომენტარებში თქვენ თუ გადაგედოთ დამთქნარება. ესე იგი, ჩვენ არ შეგვიძლია ხვიზე მივიდოთ ენა. ეს მიცდია. წადება. ეგ რატომ ვერ მივიდე? ვერ ვაწვევ. სანდრო, მოდი აქ. აბა, შეცადე ენის ხვიზე მიდევა. ხო, აშკარად ეს ყوار გრძელია. ეს გძელი ენა აქვს თუ დიდი ცხვირი? აუ, წადი ძმა დაბარებით. ამბობენ რომ ჩინეთის დიდი კედლის დანახვა შეგიძლია კოსმოსთან. ნუ მართალია ჩვენ კოსმოსში ვერ გავფრინდებით, მაგრამ აი Google Earth-ზე დავხედავთ ახლა ნამდვილად ჩანს თუ არა. აი ეს ხაზი არის ჩინეთის დიდი კედელი. ნუ აქედან საკმაოდ კარგად ჩანს და აბა გამოვზუმოთ ცოტა. ნუ აქედანაც კარგად ჩანს. ჩანს ჯერ კიდევ ხედავ, ჯერ კიდევ ხედავ და აი აქედან უკვე აღარ ჩანს. და სავარაუდოდ ხო, აი დედამიწის ზომაზე აუ, ხო არ გადაობა არა. შანსი არაა რომ კოსმოსიდან გამოჩნდეს ჩინეთის დიდი კედელი. აი გამორიცხულია, ანუ შეხედეთ. არა, ფიზიკურად შეუძლებელია. კოსმოსში გავიდეთ უფრო მარტივად გავიგებთ ეს მართალია თუ არა, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში აქ ნამდვილად. ვაშლის გახდეშვა ყველანაირი დანის გარეშე ძალიან მარტივად არის შესაძლებელი თუ აი ასეთ შანსი არა. ჩემი ძლიერი უნდა იყოს, შეხედე, მომეცია. ჩემი ძლიერი უნდა იყოს. ნუ შუა და გაიხლიჩა, მაგრამ თავარი ის არის რომ გაიხლიჩა. თუ სანთელს ჩავაქრობთ და შემდეგ მის კვამს ცეცხლს მოუკიდებთ, სანთელი ისევ აინთება. ცადოთ. ცადოთ. რა ლამა? არა, ძმა, არა, ეგ არა. ეგ აქ არა. მალე. Oh, შო! What the fuck? ეცო? ხო არ გადავა. რა ირაში? რა ხდება? მოკლედ ნიკა, თუ კეჩუპს დავაყრით სოდას, აფეთქდება. და ეხლა ეს უნდა გავტესტავთ? დავასხათ პირველ რიგში კეჩუპი. და მოდი სოდის დაყრას შენ მოგანდო. კარგი. ნუ ის არაფერს არ აკეთებს, ხო? არაფერს არ აკეთებს ნამდვილად. ნეგოი ბუშტუკებს იკეთებს, ხო? გაიზარდა. ბუშტუკები გაიკეთა. ეხლა რა მართლა აფეთქდება? დიდი მენდი მაქვს რომ არა.